გამარჯობა მეგობრებო. უცებ პატარა ვიკენდის ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ, გავაკეთოთ მცირე ანალიზი და მიმოხილვა, რა შეიძლება ველოდოთ მომდენო დღეების განმავლობაში და საერთოდ რა ხდება, რა სცენარები შეიძლება გქონდეს და რას უნდა დავაკვირდეთ. დამეთანხმებით, ძალიან უაზრო და გაურკვეველი მოძრაობები გვაქვს ბოლო დღეებია და ბოლო რამოდენიმე კვირაა საერთოდ ძალიან განუკითხავებაა და ძირითადად ნიუსები მართავს ბოლო პერიოდია მარკეტს და price action-იც ხშირ შემთხვევაში გვიგნორდება. სანამ პატარა დროის მონაკვეთზე გავაკეთებ ანალიზს და სანამ მომდევნო დღეების გეგმაზე გესაუბრებით, ერთი-ორი სიტყვა მინდა ვთქვა ზოგადად გრძელ ვადაზე რას უნდა ველოდოთ და რა ხდება რა. ჩემი გეგმა ყველაფერი რაც წინა ანალიზებში მქონდა არის იგივე და გაჩვენებთ მაგ ჩარტებს, ტოტალის ჩარტს, ტოტალ სამის ჩარტს, რა გეგმად შემოგთავაზეთ წინა ვიდეოებში, ყველაფერი აბსოლუტურად არის ისე ვალიდური და ისე ველოდებით იმ ყველაფერს. ძალიან დიდი პანიკაა ხალხში და აი ინვესტიციები ვისაც აქვს გაკეთებული, ძალიან არიან დაპანიკებული და ერთ რაღაცას მინდა შეხედოთ რა. აი ძალიან ისე უყურებთ ხოლმე პატარა დროის ჭრილში უყურებთ ხოლმე მოძრაობებს რა, ვისაც ინვესტიციები გაქვთ გაკეთებული. მეგობრებო, შეხედეთ სად ვართ რა, ეს წერტილი თვეების წინ იყოს ანატრელი, $69,000 იყოს ანატრელი, რომ ავსულიყავით. $96,000-ზე ბიტკოინი და აი შეხედეთ უბრალოდ სად ვართ რა. ლოგიკურია, შეიძლება თქვენი ინვესტიციები იყოს ცოტა მინუსში წასული, მაგრამ ამ ყველაფერს უშველეს მხოლოდ და მხოლოდ დრო და მოთმინება რა. სხვა ვერაფერი ვერ უშველეს, გააკეთეთ სწორი ინვესტიციები, სწორ ქოინებში და დაელოდეთ დიდი მოთმინებით. ტრენდი გვაქვს აღმავალი, ჯერჯერობით არაფერი არ შეცვლილა, ვართ ბულრანში და აი რო იძახიან ხოლმე ბულრანი მორჩა და რაღაც. ბულრანში ვართ ჩვენ მოყოლებული 2022 წლის ნოემბრიდან. იმის მერე ვართ ბულრანში. ეს არის უბრალოდ აღმავალი მოძრაობის კორექცია. მოდი პატარა ტაიმფრეიმს რო შევხედოთ, აი ამ წუთას რა ხდება რა. რამოდენიმე დღის წინ მქონდა ეს დიდი ჩამოვარდნა და გაწმენდა, ასე ვთქვათ, ლიკვიდაციების დაახლოებით $10 მილიარდი ლიკვიდაცია მოხდა და ცოტა რომ დავაკვირდეთ და გავაფართოვოთ სურათი. ნახეთ რა ხდება. გვაქვს ესეთი რეინჯი, რა რეინჯშიც მოძრაობს ფასი ბოლო პერიოდია. დეკემბრის მოძრაობის რეინჯი არის და აი რომ დავაკვირდეთ როგორ იქცეოდა ფასი ამ რეინჯში. ერთხელ აიღო ლიკვიდიტი და წავედით, მეორედ აიღო ლიკვიდიტი და წავედით. აქაც ავიღეთ ლიკვიდიტი და წავედით all time high-ზე. შემდეგ ისევ ავიღეთ ლიკვიდიტი, გაიწმინდა სტოპ-ლოსები, წამოვედით ისევ მინიმუმზე. აქ ისევ გაწმენდილია სტოპ-ლოსები, ლიკვიდობა აღებულია და ისევ აქედან დიდი იმპულსით წავიდა ფასი. მაგრამ ბოლო დღეებია დამეთანხმებით, რომ აი სანთლებსაც რომ დავაკვირდეთ, ხედავთ რომ ძალიან დიდი წნეხი არის გაყიდვების და აი რთული აქვს ცოტა bullish სენტიმენტების ქონა რა მოკლე ვადაში. დიდი წნეხით მოდის ფასი ქვემოთ, რამდენჯერაც სადაზრდა, იმდენჯერ უკან ჩამოვარდა, მაგრამ აი მაინც დავაკვირდეთ და განვიხილოთ რამოდენიმე სცენარი. პირველ რიგში ჩემთვის კარგი bullish ნიშანი, აი ისეთი ნიშანი რომ აი თქვა რომ წავედით, ეხლა აქტიურად დავიწყებ ლონგებს და ყველაფერი კარგად არის. აი ეგ მომენტი იქნება იმ შემთხვევაში თუ აი ამ 0.5 დონეს გავწდებით და დავმაგრდებით ამ ზონაზე და წავალთ ისევ ზემოთ რა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ძალიან ნორმალური ზონა არის ეს შესყიდვებისთვის, იდეალური ადგილია. აი თუნდაც აი მთლიანი რეინჯი რო ავიღოთ რა, აი ეს მარტივად და დავყოთ ზონებად. აი შეხედეთ. ეს არის 4 ზონა. შუაში გვაქვს სამართლიანი ღირებულების ფასი, ზემოთ გვაქვს პრემიუმი, ქვემოთ დისკაუნტი და აი სულ ბოლოს, სულ ზემოთ და სულ ქვემოთ გვაქვს ექსტრემალური სიძვირის და ექსტრემალური სიაფის ზონა. ანუ სადღაც 94,000-დან 99,000-მდე ბიტკოინი არის ექსტრემალური სიაფის ფაზაში. ამ რეინჯიდან გამომდინარე, ეს არის იდეალური ზონა შესყიდვებისთვის და ვხედავთ ბოლო პერიოდში რა ხდებოდა აი ამ ზონებიდან, როდესაც ჩამოდიოდა ფასი ამ ზონაში. რას აკეთებდა და როგორი მოძრაობა ჰქონდა. ასევე აქაც ჩამოვიდა, აქედან დიდი ბაუნსი გავაკეთეთ. ამ ზონაში არ ვართ ახლა, მაგრამ ასეა თუ ისე მაინც სიაფის ზონაში ვართ და ეს იდეალური ზონაა რა თქმა უნდა შესყიდვებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ სიაფის ზონაში ვართ რა. აი აქეთ არის უკვე სიძვირის ზონა, აქ ამას რო გავწდებით, ზემოთ მით უმეტეს 105-ის ზემოთ უკვე ექსტრემალური სიძვირის ზონა. დავაკვირდეთ ახლა რა ხდება პატარა ტაიმფრეიმზე. ესეთი დაღმავალი ტრენდი არის, all time high-დან მოყოლებული, მოვდივართ ესე, lower low, lower high, lower low, lower high, lower low, lower high და აი აქ ვართ ახლა რა. ეს მომენტი ძალიან გავს სტრუქტურის შეცვლას და higher low სტრუქტურას. ანუ ნახეთ, high, higher low და პოტენციურად აქედან გაგრძელება higher high-ზე. შესაძლოა ესეც იყოს ბოთომის მაგვარი სტრუქტურა ყალიბდება აქ
თითქოს აქედან higher low უნდა დაფიქსირდეს, წავიდეს ფასი ზემოთ, მაგრამ ხედავთ ძალიან დიდ გაყიდვების წინახს და რთულია მაინც თამამად რაიმე დასკვნის გამოტანა. აი განვიხილოთ რამდენიმე სცენარი, რატომ შეიძლება იყოს ეს higher low, ანუ რატომ შეიძლება აქედან გაგრძელდეს ფასის მოძრაობა აღმავალში და რა იქნება ამ მოძრაობის ინვალიდაცია. პირველ რიგში გაჩვენებთ, რომ ძალიან კარგი დივერგენცია გვაქვს ამ პატარა მოძრაობის, აი კონკრეტულად ამ პატარა მოძრაობაზე მაქვს საუბარი, ძალიან კარგი დივერგენცია გვაქვს დელტაზე, CVD-ზე. აი ნახეთ, ფასს აქვს higher high დაფიქსირებული, კი არა, higher low ბოდიშით და დელტას აქვს lower low დაფიქსირებული. ეს არის ძალიან ძლიერი bullish დივერგენცია და ამ შემთხვევაში ხშირად ამას გვიკეთებს ხოლმე ფასი. თუმცა მხოლოდ დივერგენციის იმედად არ შეიძლება ვიყოთ, ეს ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის და ნუ დამატებითი ბიძგია, ასე ვთქვათ, რომ ფასმა გააკეთოს ესეთი მოძრაობა. ნუ ამ პატარა მოძრაობას და პატარა time frames რო შევხედოთ, რა ხდება ახლა რა? ჩამოგვიყალიბდა აქ, აი ესეთი range-ი. ნახეთ. გვაქვს ესეთი range-ი. აი როგორც Bitcoin-ის დიდ time frames-ზე. და აქ რა ხდება? ავიღეთ ქვემოთ liquidity. წავედით. შემდეგ ავიღეთ ზემოთ liquidity და წამოვედით. აი ამ მოძრაობაზე, გულშინდელ ზრდაზე თავიდანვე დავწერე ესეთი რაღაც, რომ უნდა დაველოდოთ რამოდენიმე საათი. ანუ თავიდან როდესაც ნიუსი გამოცხადდა, ზოგადად ნეგატიური ნიუსი იყო, მაგრამ ფასის რეაქცია იყო დადებითი ამ ყველაფრის და ანუ უცებ წამოვიდა ძალიან bullish სენტიმენტები რა. რა თქმა უნდა, უცებ რაღაცა ყველას გაგვიხარდა და მთელი ამბები, მაგრამ დავწერე ყველას გეუბნევოდით, რომ დაველოდოთ რამოდენიმე საათი. არ შეიძლება პირველ საათების მოძრაობაზე ნდობა და უნდა დავაკვირდეთ 99-100,000 ზონას მეთქი, თუ გავარღვიეთ, წავალ ზემოთ. თუ არა და ეს შეიძლება იყოს უბრალოდ liquidity-ის აღება და წამოვიდეთ უკან მეთქი. ზუსტადაც ესე მოხდა, ნუ ნაკლებად ვფიქრობდი და ნაკლებად მინდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა ესეთი რაღაც. ავიღეთ ამ ზონაში liquidity, გაიწმინდა სტოპები და წამოვედით დაბლა. ეხლა გვაქვს ზუსტად მსგავსი სცენარი. აი ვართ გარენჯებული ამ ზონაში. აქაც, ნუ პატარა sweep-ი გააკეთა ფასმა ამ low-ში და აი მსგავსი სცენარი რო განვიხილოთ, მსგავსი ჩამოვარდნის და ესეთი დიდი ჩრდილის შემდეგ რა ხდება. ძალიან გავს ეს კონკრეტული სურათი, აი ეს მოძრაობა რო ავიღოთ, ძალიან გავს აი ამას. დავაპატარავთ time frame-ი და შევხედოთ რა მოხდა ამ შემთხვევაში. აი მსგავსი სტრუქტურა, როდესაც პოტენციურად higher low ფორმირდებოდა. ნახეთ, საუბარი მაქვს აი ამ მოძრაობაზე და ამ მოძრაობაზე. შეგვიძლია ეს მოძრაობა დავაკოპიროთ და გადმოვიტანოთ აქეთ. ნახეთ, როგორ ერთ-ერთში დაჯდა. ძალიან კარგი იქნება ესეთი სცენარი, თუ ესეთი რაღაც მოხდა, ნუ იდეალური იქნება, აქედან მოსალოდნელია პოტენციური 10-12%-იანი ზრდა და ნუ ლოგიკურიც იქნება რა, იმიტომ რომ ამ ზონაში ყველა გაიძახის 85,000, 80,000 და ანუ ყველა ძალიან ბეარიშია რა და ხო იცით ზოგადად როგორ მოქმედებს მარკეტი, როდესაც ყველა სენტიმენტები არის ბეარიში, მაშინ ხდება ზუსტად საპირისპირო მოძრაობები. მაგრამ მსგავსი რაღაც იყო ამ შემთხვევაშიც რა, ნუ აქ დიდი პანიკა იყო და ნუ აქ ვაფშე, ანუ ყველა ფიქრობდა აქ, რომ всё, ფასი დაბლა რა, მაგრამ აი ძალიან კარგად ხედავთ რაც მოხდა ამ შემთხვევაში. შესაბამისად, პოტენციურად იგივე რაღაცას შეიძლება ველოდოთ აქაც. და სად შეიძლება ეს low დაფიქსირდეს და სად შეიძლება იყოს ამ ყველაფრის ინვალიდაცია. განვიხილოთ, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი ლეველებია აი ეს low-ები და მნიშვნელოვანია რომ ნუ აი ამ ზონების დაკარგვა არ მოხდეს. ამ დაკარგვაში რა იგულისხმება? არ უნდა მოხდეს ამის ქვემოთ ჩამორღვევა და მერე დარეტესტება ამისი რა. თორემ ნახეთ, ორი პოტენციური სცენარი გვაქვს ამ შემთხვევაში, bullish სცენარში რა, ანუ თუ ეს არის ესეთი მოძრაობა, აქ თუ ამას უნდა ველოდოთ, გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სცენარი. ერთი ის არის, რომ აქედან პირდაპირ წავიდეთ ზემოთ, პირდაპირ ესეთ რაღაც გავაკეთოთ და ნუ აქ მნიშვნელოვანი ლეველი არის ეს ბოლო საიდანაც მოხდა liquidity-ის აღება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლეველი და მნიშვნელოვანი რეზისტენსი იქნება აი ეს დონე. მაგრამ ცოტა ნაკლებად მოსალოდნელია და ცოტა საეჭვოა, რომ აქედან ესე პირდაპირ წავიდეთ. ანუ ორი პოტენციური სცენარი გვაქვს. აქედან წავიდეთ ესე, ან კიდევ მოხდეს stop hunting-ი და ფასმა გააკეთოს ესეთი რაღაც. ჩამოვარდეს, დაარეიდოს სტოპები და აქედან უცებ ავიდეთ აღიდგინოს დონე და აი ეს იქნება ძალიან bullish მომენტი თუ ესეთ რაღაც გააკეთეთ. შეიძლება ეს რაღაც არც მოხდეს. უბრალოდ ხო იცით როგორი სასტიკია მარკეტი. ხშირად, როდესაც გვაქვს სტოპები რაღაც გარკვეულ ზონებში, ზუსტად იქ მიდის ფასი და ზუსტად იმ სტოპებს იღებს. შესაბამისად, თუ ესეთი რაღაც ვნახეთ, ანუ თუ ჩამოვარდა ფასი
აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოზიციის გახსნა. ძალიან სარისკო იქნება ლონგის გაკეთება აქ. შორტის გაკეთება ძალიან სარისკო იქნება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საფორთები გვაქვს აქ. ანუ ჩვენთვის მთავარი მომენტი იქნება ის, რომ ფასმა აღიდგინოს აი ეს დონე. ანუ თუ აღიდგინა და ისევ საფორთად დაიჭირა ეს ზონა, ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ პოტენციურად higher low იყოს ეს რეალურად და წავიდეთ აქედან მაქსიმუმებისკენ. აქ სუფთა liquidity pool-ები, სადაც ჯერჯერობით ფასი არ ყოფილა და არ გაწმენდილა ეს ზონები, გვაქვს აი ეს ლეველები და ეს ლეველები ჩათვალეთ რომ არის მაგნიტივით. ქვემოთ სად შეიძლება რომ გქონდეს demand zone და სად შეიძლება რომ ფასი გაჩერდეს და შემოbrunდეს. ნუ შესაძლოა აი ეს ზონა იყოს ზუსტად ეგეთი, საიდანაც შეიძლება ფასმა გააკეთოს აღდგენა. ანუ ჩამოვარდნა ამ ზონიდან რეკლეიმის გაკეთება და ეს ზონა უნდა იყოს პოტენციურად შესყიდვის ზონა. ჩემთვის ნუ ინვალიდაცია იქნება ამ დონეს თუ ჩამოვწდებით და აქ გაჩერდება, ფასი დაიხურება და ამ ზონაში გაჩერდება, ეს ინვალიდაცია იქნება და მინიმუმის გასვიფას დაველოდები მინიმუმ და მინიმუმზე ქვემოთ ჩამოსვლას ფასის. და აქედან ნუ ეს იქნება ძალიან ცუდი სცენარი და ძალიან ნეგატიური მოკლე ვადაში, რა თქმა უნდა. ჩემთვის ყველაზე პოზიტიური სცენარი არის ის, რომ ნუ აი ეს გაგვიკეთოს, ან კიდევ აქედან პირდაპირ ზემოთ წასვლა. გავწმინდოთ ზედა დონეები და აქ საინტერესო იქნება ასევე რეაქცია. როდესაც აქ ავა ფასი, უნდა დავაკვირდეთ ჩვენ როგორ მოიქცევა რა, ანუ თუ აქ ესეთი რაღაც ვნახეთ, ავიდა და ჩამოვიდა ისევ. ჩათვალეთ რომ ესეც liquidity აღება იყო, stop hunting-ი იყო და აქედან წამოვართ ისევ მინიმუმისკენ. შესაბამისად, თუ გვინდა რომ პოზიტიური იყოს ეს ყველაფერი, ეს მოძრაობა და ნუ გაგრძელდეს ტრენდი აღმავლში, უნდა დავაკვირდეთ ძლიერ გარღვევას ამ ზონებში და ნუ უნდა გამოიყურებოდეს ფასი ძლიერად რა. მოკლედ ეს არის მომდევნო დღეებში რა მოძრაობებსაც შეიძლება ველოდოთ. ძალიან რთულია აქ ბულიში იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი წნეხი გვაქვს გაყიდვების და ზოგადად ეს საშუალოვადიანი ტრენდიც არის დაღმავალი, მაგრამ მე ინტუიციამ კარნახობს და ესე მგონია, რომ აი ეს არის პოტენციურად higher low და აქედან უნდა გაგრძელდეს მოძრაობა ზემოთ. იმიტომ რომ ძალიან დიდი პანიკაა ბაზარზე და ეს პანიკა დროებით მაინც FOMO-სკენ შეიცვალოს რა. ჩემთვის საშუალოვადიან პერიოდში კარგი დადასტურება იმისა, რომ გადავდივართ უკვე აღმავალ ტენდენციაში, როგორც უკვე გითხარით, იქნება აი დაახლოებით ამ ზონის გარღვევა რა. ანუ აქედან აი ეს ზონა უნდა დავიჭირო ძლიერად რა და თუ აი ეს გავაკეთეთ, დიდია ალბათობა, ძალიან დიდია რომ მინიმუმ all time highs მოხსნის ფასი და ნახავთ კარგ აღმასვლას. მაგრამ აი ამ ზონის ქვემოთ სანამ არის იქამდე ძალიან სარისკოა რა. ვხედავთ რომ აი ნახეთ როგორი ძლიერი ზონაა რა. ანუ რამდენჯერაც აქ ფასი მივიდა და მიუახლოვდა იმდენჯერ უკან ჩამოbrunდა და ეგრევე ჩამოიფუშა ისევ რა და შესაბამისად აი ამ ზონის გარღვევა იქნება ჩვენთვის ძალიან კარგი ნიშანი იმისა, რომ მარკეტი გადავიდა ისევ ბულიშში, საშუალოვადიან პერიოდში. თორემ დიდ time frame-ზე ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი ნორმაში. ესე იგი, პატარა time frame-ზე ვაკვირდებით აი ამ კონკრეტულ ზონაში რეაქციას ფასის და თავარია მოხდეს ამ ზონების აღდგენა თუ მოხდა ამის ჩამოვარდნა. თორემ ნუ თუ ჩამოვარდა და შემდეგ ისევ დაარეტეს და ეს როგორც რეზისტენსი. აქედან ძალიან დიდია შანსი რომ ფასი წამოვიდეს მინიმუმისკენ. ჩვენთვის თავარია მოხდეს გასვლა და სტოპების აღება ამ ზონაში. აი ეს. რაც შეეხება ტოტალის ჩარტებს, რაც წინა ვიდეოებში გაჩვენეთ, გრძელვადიანი ანალიზი, ასე ვთქვათ, ყველაფერი სრულდება ზედმიწევნით. ტოტალზე მქონდა ესეთი ანალიზი, ტოტალს შეგახსენებთ, ვინც არის ყველა კრიპტოვალუტა ერთად, ფაქტობრივად ერთ ჩარტზე უკეთებ ყველა კრიპტოვალუტას ანალიზს. აქ გაკეთებული მქონდა ესეთი რაღაც, აი ესეთი ზონა მქონდა, საიდანაც პოტენციურად უნდა წავიდეს ბიტკოინის ზემოთ. შესაბამისად, ნუ ზუსტად ჩამოვიდა ფასი ამ ზონაში და ჯერ კიდევ შესყიდვის ზონაში ვართ რა. ანუ ეს რომ ჩამოვიდეს, კიდევ 10%-ით კიდევ შესყიდვის ზონაში ვიქნებით რა. ანუ დიდ time frame-ზე ეს არის ჩემი შესყიდვის ზონა. და ნუ მიმაჩნია რომ ძალიან კარგი ზონა იმისათვის რომ გავაკეთოთ შესყიდვები. რაც შეეხება გაყიდვებს და targets, ეს იქნება ჩემთვის 5 ტრილიონი, სადაც დავფიქრდები იმაზე რომ უკვე გავყიდო ეს ჩემი ინვესტიციები, აქტივები, ნუ რაღაც ნაწილი მაინც რა თქმა უნდა რა. ამ ეტაპზე 3 ტრილიონზეა market cap-ი და ველოდებით 5 ტრილიონს. რაც შეეხება total sum-ი არის უკვე ბიტკოინს და ეთერიუმის გამოკლებით, სხვა ყველა კრიპტოვალუტა, ნუ ფაქტობრივად altcoin-ების ინდექსია და აქაც ზუსტად მსგავსი სცენარი გვაქვს. ეს ანალიზი, როდესაც გაჩვენეთ,
altcoin-ების ინდექსი იყო ტოპში. 1 ტრილიონზე ზემოთ იყო რა. აქედან იყო აი ეს მოძრაობა მოსალოდნელი და ეს არის 20-30%-იანი მოძრაობა, რაც რეალურად გააკეთა ფასმა. ეხლაც buy ზონაში ვართ და ამის ტრენდის გაგრძელებას ასევე ველოდები ზემოთ ისევ, იმიტომ რომ მიმაჩნია არ მორჩენილა ეს ტრენდი და მით უმეტეს altcoin-ებს თავისი მოძრაობა გასაკეთებელი აქვთ. ანუ Bitcoin თუ საკმაოდ გაცდა წინა all-time highs 79,000 და ავიდა 100,000-ზე და 100,000-ზე, altcoin-ები არ გაცელიდნენ ჯერ all-time highs. ანუ Bitcoin-მა რა მოძრაობას გააკეთა, altcoin-ებზე გასაკეთებელი აქვთ ჯერ კიდევ რა. შესაბამისად არ მომხდარა ეს მოძრაობა, მოსახდენია, უნდა დაველოდოთ და ანუ აქ თავარია სოფლიოში როგორი მდგომარეობა იქნება ეკონომიკურად. ბოლო პერიოდი ტრამპს არაფერი კარგი არ მოაქვს კრიპტოსთვის, რაც მოვიდა იმის მერე დაიწყო ზუსტად არეულობები და იქ ეკონომიკური ომი დაიწყო, იქ ის როგორი ტიპიც არის ზუსტად ისეთ რაღაცებს აკეთებს და აი ეს იწვევს ძალიან არეულ მოძრაობებს ბაზარზე რა. როგორც კი დასტაბილურდება სიტუაცია და უახლოეს პერიოდში როგორც ამბობენ და როგორც იგეგმება უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და ასე შემდეგ, აი ეგ ნიუსი თუ გამოვიდა და უკრაინის ომიც თუ მორჩა, რუსეთი-უკრაინის ომი, ძალიან კარგი ნიუსი იქნება ესეც და ძალიან კარგი ბიძგი იქნება იმისათვის, რომ მარკეტმა გააგრძელოს ზრდა. შესაბამისად, თავარია სიმშვიდე იყოს, ყველაფერი იყოს წესრიგში, სოფლიოში და ხელს არაფერი უშლის მარკეტს იმისათვის, რომ გააკეთოს ძლიერი ზრდები რა. ყველა არის ამის მოლოდინში, ხალხის ინვესტიციები ჩადებული აქვს, კიდევდებიან. თავარია პატარა ბიძგი რა. ეხლა ჯერჯერობით პანიკა, ფულს აღარავინ აღარდებს. რეალურად ეხლა არის ყველაზე კარგი დრო რა, მაგრამ შეშინებულია ყველა და არავის არ უნდა ეხლა ფულის ჩადება. ხალხი ფულის ჩადებას დაიწყებს, როდესაც ნახავთ რაღაცა 10%-იან ზრდას რა. მცირე ემოციები გაჩნდება, მცირე FOMO იქნება მარკეტზე, დაიწყებს ხალხი უკვე იმის ფიქრს, რომ წავედით all-time high-ზე და აი მაშინ შემოვა ისევ ახალი ლიკვიდობა და აი ამ ყველაფრის მერე უნდა ველოდოთ კარგ მოძრაობებს და კარგ ზრდებს. altcoin-ების ინდექსად შეეხება ამის თარგეტი მაქვს, პირველი თარგეტი 1.4 ტრილიონია, 1.8 არის მეორე და 2.2 არის მესამე თარგეტი საშუალოადიან პერიოდში. და ეს მესამე თარგეტი იქნება ჩვენთვის 160%-იანი ზრდა altcoin-ებისთვის. და აი მანდ ვიფიქრებ უკვე ძირითადად altcoin-ების გაყიდვებზე და მოგებების დაფიქსირებაზე. სულ ეს არის რისი თქვაც მინდოდა. დააკვირდით მოკლედ მეგობრებო ამ ზონას და მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილებები, რომელიც არ იქნება ემოციებზე დაყრდნობით მიღებული რა. დროებით.